განზრახ-ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით სისხლის სამართლის საქმე 2007 წლის 10 ნოემბერს აღძრულა. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმე სხეულის არა მსუბუქად, არამედ მძიმე დაზიანების მუხლით უნდა აღძრულიყო. გამოძიება უნდა დაწყებულიყო არა 118 მუხლით, არამედ 117 მუხლით და იმიტომ რომ მათ მიიღეს მძიმე დაზიანება და ეს მუხლი იმ ქმედებით, რაც ამ სამი ადამიანის მიმართ არის განხორციელებული, ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობას და არა 3-დან 5-მდე მუხლი, რომელიცაც ახლა არის აღძრული საქმე. ნიკა დიდიშვილსა და ვახტანგ ინასარიძეს გამოძიება ღამის 10 საათამდე კითხავდა. იმ დღეს გამოძიებამ მტკიცება გამოიღო შარვლები, რომლებიც დაჭრილებს 7 ნოემბერს ეცვათ და რომლისგანაც მხოლოდ ნაფლეთებიღა იყო შემორჩენილი. ნიკა დიდიშვილმა ვიდრე გამოძიება წაიღებდა, საკუთარ შარვალს ფოტოები გადაუღო. მე ვიცოდი რომ შარვალიც დაიკარგებოდა, რატომღაც მეგონა და ამიტომ ფოტო მასალა, ვიდეო მასალა, მხოლოდ იმიტომ მაქვს შენარჩუნებული, რომ ვიღაცას დაუმტკიცოთ, რომ ეს ნამდვილად ესე იყო. იმ დღეს ვერ მივხვდი, რომ ეს უნაყოფო დაკითხვა იყო. გამოძიებამ ნიკა დიდიშვილი, ვახტანგ ინასარიძე და გიორგი თევდორაშვილი დაზარალებულებად არ სცნო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად დაზარალებული არის პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა. სამივე პიროვნებას, ვახტანგ ინასარიძეს, გიორგი თევდორაშვილს და ნიკა დიდიშვილსაც ქონებრივი ზიანით, მორალური ზიანით და ფიზიკური ზიანით მიღებული აქვს. გამოძიება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ამბობს მათ დაზარალებულად ცნობაზე. ადვოკატმა ბესო ღვინიაშვილმა, რომელიც დაჭრილებს კონსერვატიული პარტიის ინიციატივით იცავდა, მათი დაზარალებულებად ცნობა არაერთხელ მოითხოვა. მოგვიანებით ასეთივე მოთხოვნით პროკურატურას ახალმა ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა მერაბ ჩიქოვანმაც მიმართა. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა გიორგი ხვედელიძემ ადვოკატების ყველა შუამდგომლობას ერთი და იგივე პასუხი გასცა. დაზარალებული არის პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. გამოძიების ამ ეტაპზე ასეთი ქმედება დადგენილი არ არის, რის გამოც თქვენ მიერ დაყენებული შუამდგომლობები დაკმაყოფილებული ვერ იქნება. ჩვენ კომენტარისათვის საქმის ზემდგომ პროკურორს ირაკლი მეგრელიშვილს დავუკავშირდით. ამ ადამიანებმა მიიღეს ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანი და რატომ არ არიან ამდენი ხანი ცნობილი დაზარალებულებად? ფიზიკური, ქონებრივი ზიანი თუ მიიღეს, უნდა დადგინდეს გამოძიებით, ვინ მიაყენა ეს ზიანი, რომ მე მაგაზე დადგეს დაზარალების აღარ-ცნობის საკითხი. მაგაზე მუშაობს გამოძიება და გამოძიებელი, რომელსაც აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში. იქ იმ იმაზე არ მიუღიათ, ხო, და ესენი მოდიოდნენ სადაც და მიიღეს დაზიანება. ეგ დასადგენია, სადა რა ვითარებაში მიიღეს. 7 ნოემბერს ღვინის აღმართება დასაგებია, მაგრამ ეგენი დემონსტრაციაზე იყვნენ თუ სადაც იყვნენ, კონკრეტულად არ არის გაკონკრეტებული. იურიდიული ფაზაზე სწორი რო არ იყოს, მაშინ მაგ პასუხს არ მივცემდით ჩვენ. ჯერობით გამოძიებას არ არიან საქმეში დაზარალებულად ცნობილი. აშკარაა, რომ აქ არის მომხდარი დანაშაული და დანაშაული არის მომხდარი ამ ადამიანების მიმართ. ამ დანაშაულის შედეგად მათ მიიღეს გარკვეული ზიანი და შესაბამისად ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ცნობილი დაზარალებულები. დიდიშვილი, ინასარიძე და თევდორაშვილი საავადმყოფოში 3 თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ. ამ ხნის მანძილზე მათთან ექსპერტიზის ჩასატარებლად და მიყენებული დაზიანებების სიმძიმის დასადგენად გამოძიებას არავინ გაუგზავნია. სამივე პიროვნებამ ექსპერტიზა თავისით დამოუკიდებელ ექსპერტთან ჩაატარა. გიორგი თევდორაშვილის სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანება განვითარებული უნდა იყოს ცეცხლსასროლი კომპონენტის და საკმაო კინეტიკური ენერგიის მქონე რაიმე ფეთქებადი საგნის მოქმედებით. ნიკა დიდიშვილის სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანება განვითარებული უნდა იყოს საკმაო კინეტიკური ენერგიის მქონე რაიმე ფეთქებადი საგნის ზემოქმედებით. ვახტანგ ინასარიძის სხეულის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დაზიანება განვითარებული უნდა იყოს საკმაო კინეტიკური ენერგიის მქონე რაიმე ფეთქებადი საგნის მოქმედებით. ექსპერტიზის ეს დასკვნები დაცვამ გამოძიებას გადაუგზავნა და კიდევ ერთხელ მოითხოვა დაჭრილებისათვის და ამოღებული მტკიცებისათვის, მაგალითად შარვლებისათვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება. ამ შუამდგომლობაზე გამომძიებელმა ხვედელიძემ ადვოკატებს მოსწერა, რომ ექსპერტიზა დაჭრილებსაც ჩაუტარდათ და შარვლებსაცო. ექსპერტებს ფიზიკურად არავინ არ მისულა ამ ადამიანებთან არ დაუთვალიერებიათ, არ უნახიათ ის რეალურად ისწავლობები და თუ მხოლოდ ექსპერტებმა სამედიცინო დოკუმენტაციით იმსჯელეს, დაცვას მიაჩნია, რომ ეს არ არის სრულყოფილი ექსპერტიზა, ვინაიდან ექსპერტებს აუცილებლად უნდა ენახათ ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფები, უნდა ენახათ ის ჭრილობები, ის არეალი რეალურად საკუთარი თვალით უნდა ენახათ ეს ყველაფერი და ჩაეტარებინათ შესაბამისი ექსპერტიზა.
თუმცა ეს არ მომხდარა. ადვოკატებმა გამოძიების მიერ ჩატარებული სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნების გაცნობა მოითხოვეს, თუმცა ამ შუამდგომლობას გამომძიებელმა ხვედელიძემ უარით უპასუხა და ეს ასე დაასაბუთა. ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის უფლება აქვს ეჭმიტანილს, ბრალდებულსა და დაზარალებულს. დიდი შვილი ინასარიძე და თევდორაშვილი კი მოცემულ საქმეზე დაკითხულები არიან მოწმის სახით. სანამ არ აღიარებენ დაზარალებულად, მათ არ აქვს საშუალება გაეცნონ საქმის მასალებს სრულყოფილად და როგორც ჩანს ეს არ უნდა გამოძიებას, რომ ისინი მათ ადვოკატები ჩართული იყვნენ, ჩახედული იყვნენ გამოძიების მასალებში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ სამი პიროვნების დაზარალებულად არ აღიარებით გამოძიებამ საქმის მასალები ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელი გახადა. მათი არცნობა დაზარალებულად ხომ არ არის დამკვირვებული იმით, რომ ხელი ეს თქვა არ მიიღო მონაწილეობა მათ უშუალოდ ამ გამოძიებაში და არ შეუცვალ ხელი რომ გამოძიება წინ წავიდეს. ეს კითხვა ნამდვილად იბადება. არადა ამ საქმეში გამოსაძიებელი ბევრი რამ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რა იარაღით მიიღეს დაზიანება დიდიშვილმა, ინასარიძემ და თევდორაშვილმა. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად სამივე პიროვნებას ფეხთან აუფეთქდა კინეტიკური ძალის მქონე ფეთქებადი ნივთიერება. ვიცი რომ ძალიან ძლიერი რაღაცა იყო. იმიტომ რომ ძვალი დაფშნა, კი არ გატეხა დაფშნა. იმიტომ რომ მსხრევადი მოტეხილობა იყო და ძალიან ასე იყო გაშლილი ძვალი. და კანი საერთოდ არ იყო ხორცი, აი ამ ადგილას კუნთი სადაც არის. არ არის კანია მარტო გადასული. ანუ შიგნით ხორცი არ არის. რეალურად ხორცი მოგლიჯა და დაწვა. რა იარაღი გამოიყენეს სპეცრაზმელებმა? შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქვეყანაყოფები ღებულობდნენ მონაწილეობას 7 ნოემბრის სადამსჯელო ოპერაციაში და ბოლოს ვინ გასცა საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება. ამ შეკითხვებით ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა. სამწუხაროდ ჩვენ აღნიშნულ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ მხოლოდ ერთადერთი პასუხი, რომ იქ ნამდვილად იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თუმცა სხვა კითხვებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციამ არანაირი პასუხი ჩვენ არ გაგვცა. კივა, ხო? ტელეფონით გადაღებულ ამ ძიმე კადრებზე ნიკა დიდიშვილმა დააფიქსირა, თუ როგორ ამოაქვთ მისი ფეხიდან ნამსხვრევი. ნამსხვრევები ოღონდ უფრო წვრილი ზომის ნიკას მეორე ფეხიდანაც ამოუღეს. დამწრობა მეორე ფეხზე მას სწორედ ამ ნამსხვრევებმა მიაყენა. მეტიც უწვრილესი ნამსხვრევები დიდიშვილს ხელის მტევნებიდან დროდადრო ახლაც ამოაქვს. ძალიან ისეთი პოლიმერის მქონე ასკოლკებია. ორი ცალი ფეხიდან ამოვიღეთ და ერთი ხელიდან. და ერთი მერე დროთან განმავლობაში კიდე აქედან ფეხიდან ამომივიდა. ახაც მაქვს ხელშიც მაქვს ასკოლკა.